ალექსანდრე ბიჭიკაშვილი. ხო, გამარჯობა ბატონო ალექსანდრე. ხო, გვალთმეში შევიდანდეთ. როგორი სალამი ყველას ვესალმები. სალამი. დიდი გრძნობით, დიდი სიყვარულით. რა თქმა უნდა 35 წელი გავიდა, რაც მე არ გამოვსულ ვარ ტელევიზიაში და საერთოდ კონცერტები არ ჩამიტარებია საქართველოში. და ახლა მე მომიყვანა არა ფულმა, როგორც ხელოვანი მე მაინტერესებს დღევანდელი შეხვედრა ყოფილიყო. ჩვენ მოგვიყვანა მაყურებლის სიყვარულმა. ძალიან კარგი. თუ შეიძლება ვიკითხავ რა სახის კონცერტები იყო 35 წლის წინ? კაი კონცერტები. მე რეროში ვიყავი და ძალიან კაი ესე შემოწმება იყო ხოლმე ყოველთვის. როგორც ახლა კი არა, რომ რასაც უნდა იმას აკეთებდა და ხო და ძალიან საინტერესო კონცერტი. ანუ 35 წლის წინ თქვენ იყავით რეროში. დიახ, აპლოდისმენტებს იმსახურებთ. მე როგორც ვიხდი თქვენ რეკვიზიტი გესაჭიროა. რა თქმა უნდა, რა მინდა მოგახსენოთ, რომ გავიდა წლები და ეს ამ 20 წლის ამბავია. დიახ. რომ კატასტროფაში მოვყევი და მარცხენა ფეხი არ მაქვს. მაგრამ რა ხალხი, რა ადამიანები წავიდნენ დავკარგეთ ფეხს ვინაჩი. რა თქმა უნდა, რა თქმა მე დღევანდელმა სიყვარულმა მომიყვანა აქ, რომ ფარხმალი არ დავყარე და ვიწყებ ახლიდან. აპლოდისმენტები. ვირფასო ჟიურის წევრებო, რამე შეკითხვა არ გაქვთ? 35 წელია არ ყოფილხართ ეკრანზე, ეს თქვენ. არა, მე უცხოეთში მუშაობდი. თურქეთში და ბავშვობა მგონია 35 პაროდისტი, ყველა პაროდიის სახის ვაძავ, ყველა პაროდიას. ვიცი, გასტროლებზე რო ვიყავით ხოლმე, ჯერ არ დავბინავებულიყავით. სასტუმროში უკვე დაიწყე და იბუბა. ალეკვაბა ხა დაიწყე. კონცერტი დამთავრდებოდა ხოლმე და ერთხელ ბაქოში ვიყავით ჩასული ჩვენ გასტროლებზე. აბა ჩავატარეთ კონცერტი და სასტუმროში ავედით. და აბა მე ხვეწები ალეკო დაიწყე რა მეორე კონცერტი ჩვენ რო ვიცითო. აი დავით თათრული მუღამი. აი მონა ამ დროს მოდის მორიგი და слушай, радио потише делай, что вы? Уже люди спят. Хорошо, спят. მეორე დავიწყებდი. ისე არა, მე მოვიდა თუი, გავყარები და слушай, это человек радио. ასეთი, ბევრი ფრაგმენტები. ბატონო ალექსანდრე, ეცინებათ და არ ჯობია ეს ყველაფერი ფულით ვაკეთოთ. რა თქმა უნდა ჯობია, რეკვიზიტი თუ შეიძლება რომ შემოვიტანო და ბატონი ალექსანდრე 35 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაგვაცინეთ. ძალიან ბევრი მოსაგონებია, ბევრი რაღაცები, აბა ვნახოთ. და ეხლა მოკლე შოუს გიტარებთ მეგობრებო. არა ბრძოლა 100 ლარზე, 1000 ლარზე. ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი სიცილი და ღიმილი 1000-ად და ბევრს სიმდიდრეს ჯობია. ხომასია მეგობრებო. როცა თქვენ მეტყვით, თქვენ თუ იტყვით რომ მზად ხართ ვიწყებთ. შვენიერი. მაშინ მოვემზადოთ ყველანი 1, 2 და 3. წავიდა. თირფაცო მეგობრებო. რა თქმა უნდა არსებობს უცნაური სიზრმები, მოლანდებები, მოჩვენებები. აი გასულ კვირას ვნახე ძალიან საინტერესო სიზმარი. ერთ-ერთ ოჯახში მოვხვდი, რომელიც ოჯახში ცხოვრობენ 5 პერსონაჟი. მამა, დედა, ქალიშვილი, ნანა, მოახლე და მეზობლე. მე წარმოგიდგენთ მაგ ტიპაჟებს. მამა, ქალბატონი შუშანა, დედა მათი ქალიშვილი ნანა მზეთ უნახე. მათი მოახლე იცი. ბატონო ალექსანდრე, შვენიერი დასაწყისია გილოცავ. თქვენ 50 ლარი უკვე მოიგეთ. ვაიმე. გილოცავ. კარგი დასაწყისია. მე მოახლე მომეწო. ადამიანთაურებია, დიახ. ვაგრძელებთ თავს. ადამიანთაურები. რა თქმა უნდა. მაშინ 1, 2 და 3. მამა ძილის წინ სანთელს აკრობს. ვერაფრით ვერ აკრობენ სანთელს. შევხედე. აი ხება. შიშა! ნეი ხონე მე კიდე. აი საერთოდ
გილოცავთ ბატონო ალექსანდრე. ბატონო ალექსანდრე, თქვენ უკვე 100 ლარი გაქვთ. გილოცავთ. აპლოდისმენტები. როგორი მრავალფეროვანი წარმოდგენა. ვაგრძელებთ თუ წყვეთ თან? რა თქმა უნდა, დილამდე მგონი თუ შეძლებთ. მithumedes ღამე არანძინებია, როცა ფიქრი მაქვს რომ უნდა გავიდიან კონცერტია, სულ არ მეძინა. შვენიერი, ანუ თამაშობ 200 ლარს. გამოვხიზლდი. დიახ, 200 ლარზე მიდის თამაში 1, 2 და 3. ახლა ერთ-ერთი კიდევ პაროდია. გდანში ვცხოვრობ მე და ისეთ ადგილას სოფელთან ახლოს. ნახირები რომ მიდიან საღამოთი ელოდებიან ნახირს და გამოვლენ ხოლმე ელიკო ნახი ზოხა ხომ არ გინახავ ნახირი საიწავი და ხო და ყოველ დღეს ლაბარაკია ხოლმე და ჩემი ბიჭები და მეზობლები ალეკო ერთი რაღაც გაუში მოწყენილი ვართო და დავიწყე ესო ვი მე შეუპატონო სადა ყოფილა რა გინდოდა სპისეჟოში კაცო მოვიდა და ბადო ელიკო არ არის არავის არის ძროხა, მე ვარ მეთი დიდი ძროხა. მე, შენმა კომედია მომსპორა. შემდეგი გამერწო. დრო დარჩა 10 წამი ჩქა. 10 წამი. ახლა პანტომიმა გადავიდეთ სანახაობის ჟანრზე. დაბადება, ბავშვობა, სიჭაბუკე, ახალგაზრდობა და სამწუხაროდ ბატონო ალექსანდრე დროა მოიწურა. სამწუხაროდ დროა მოიწურა თქვენ დამარცხდით, მაგრამ მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და უბრალოდ დრო არ ეყო ამ ადამიანს. რა სიტყვით თქვენ? დიახ, არა. აპლოდისმენტები. არა და თავში აღნიშნეთ რომ ისა რა ქვია. შენ პაროდიასაც ვაკეთებო ნიკას ხო უთხარით და. შეოსრო. ხო, იმის პაროდია. თუკი იმ დღეს რო იქნება სურვილი შეიძლება რომ ამბოდითან ახლა მეგობრებო ესე იგი თვითმფრინავში მიფრინავე ხალხი და მე თვითმფრინავი გადაღირავდა პილოტი გამოთორა თქვა ხალხო ნუ გეშინიათო გაციებული ვარ და ცხიში წამას ვიშებო იცი ეგ არის ბატონო ალექსანდრე არ მეძინა თორე უფრო აი არა უშავს ბატონო ალექსანდრე მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს ადამიანი იმსახურებს 25 მერე კარგად დაბრუნდით ეს არა უშავს დამარცხდით მაგრამ მე დარწმუნებული რომ კიდე გიფილავთ ესე იგი დამთავრდა ხო სამწუხარო დამთავრდა სამწუხარო მაგრამ ახლა ვიღე რას გონი დილიდან გელოდებოით რო თორა აი იმათი მე არ ახან ბატონო ალექსანდრე ჩემი თქონა რამეს ხო ის რეპრეზენტები გაქვს რაღაცები მოკალედა მე ვარ ჩემი სახელწოდება ადამიანი კონცერტი 12 ჟანრის ოსტატი ალექსანდრე მუსიკაში უცხოეთი მცნობდა საქართველოს არმიის კონცერტი და აღარ მინდა რა უცხოეთი მინდა ჩემ საქართველოს მithumedes ეხლა უკვე სამართლიანობაა ვიბრძვით და იმიტომ მოვედით თქვენ არის და არამხოლოდ თქვენ 50 ლარი მინდა მემოგცეთ ეს მადლობა ამ გადაცემით ბატონ ალექსანდრეს თავიდან გაიხსენებს ჩვენი ქვეყანა დარწმუნებულია და თავიდან შეიყვარებს აპლოდისმენტებს იმსახურებს ადამიანი და გადაცემოთ ძალიან დიდი მადლობა ძალიან განსხვავებული კარგად განსხვავებული რა თქმა უნდა ძალიან ვიყავი მოხარული ამ გამოსვლებში დარწმუნებული ვიყავი მაგრამ როგორც ხელოვანი მე არ ვიყავი დაინტერესებული რომ რაღაც ფული მოვიგო ფულში სვარ მქონდა ინტერესი მე არ ვიტყვი პირადად თუ დამარცხებული ვარ არადოს არ დავმარცხებული ვარ სოლო კონცერტს ვასრულებ ადამიანი კონცერტი 12 ჟანრის ოსტატი ვარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის